გამარჯობათ, მე ვარ ნათია ბანძელაძე. გადავიღებ ფილმი ფრენბურთზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და კურიოზებზე. მთელი ცხოვრების განმავლობაში სადმე თუ მივლია თუნდაც დავიწყოთ სკოლიდან, იგივე ცეკვა, სხვადასხვა ტრეინინგები, რომლებზეც მივლია, რა თქმა უნდა, ფრენბურთი, უნივერსიტეტი. ყველაფერმა ამან მე შემძინა გარკვეულწილად რაღაც გამოცდილება და არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მოვედით. ამ დროზე შევიდეთ, არ დაგვაგვიანდეს. სექტემბერში გახდა 5 წელი, რაც შემოვედი ფრენბურთზე. საქართველოს ნაკრებში ვარ და ვიყავი 12-ში. გერჩენია თუ მიზუნო? მიზუნო. შენ A6. შენ A6. მე A6. მიზუნო შენ A6. შენ A6. მე A6. მე A6. вообще Adidas. ამ ვეჩქარება რა გამორთოთ კამერა. ეს მოვიდა მათია სკოლიდან. Probabil ვიღაც კაცი მოვიდაოდა ფრენბურთს გათამაშებდო. კლასელები შეგვარჩია, დაგმა შეიყვანა და ვათამაშა უბითხრა ხვალაც მოვალო. ესე დაიწყო სიარული. და დადიოდა ცეკვას, ძალიან კარგად. წარმატებები ჰქონდა უკვე საშუალო მერე მამულში ცეკვავდა, უყვარდა ძალიან და უცებ მიატოვა ცეკვა. მარტო ფრენბურთი თავიდან ცოტა ძნავდება გაუწია, იმიტომ რომ გოგოა მეთქი რაღაც სამი გოგო მყავს. უბრალოდ ცოტა დამეჩაგნენ იმ მხრივ, რომ ჩვენ სოხუმიდან ავართ და ბევრი რაღაცა მომისა და იმის დროს მათ დააგდა. ნათიასთვის მაინც მინდოდა რომ არ ყოფილიყო ასეთი. საერთოდ ნათიას თვითონ აკეთებს ყველაფერში არჩევანს, ჯერჯერობით 100-ას
გახდა მიზანსწრაფული, უფრო დროის რაღაც სწორად ხარჯვის ის გაუჩნდა თვისებები თბილისის ზღვაზე. რამდენიმე ზაფხული დილდილობით სავარჯიშოდ 6 საათზე დგებოდნენ, მეც დავყავდით ზოგჯერ. სპორტსმენი რომ არ ყოფილიყო, ამას ალბათ არ გააკეთებთ. ეს რა თქმა უნდა კარგია ეს მართლია. ნათია 5 წლის განმავლობაში შეიცვალა რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ფრენბურთის დამსახურება არ. საერთოდ ძალიან მიყვარს ეს სპორტი, რაც მართლაც ადრე ფრენბურთზე ნათალია მოყვარულის დონეზე ძალიან ცოტა ძალიან სასიამოვნო სათამაშო, იმდენად საყურებლად არ არის კარგი, რამდენადაც სათამაშოდ არის სასიამოვნო. მე დავდიოდი ფრენბურთზე ეზოში ნათიას ვასწავლით ხოლმე, ცოტაც თამაშობდით რა და რაღაცებს ვასწავლით და ეხლა მიხსენებს ხოლმე და მაყვედრის რომ პასის აწევა არასწორად მასწავლეო და მიბრას და გახდით ფუბრობით რა თქმა უნდა. არიან ძალიან ახალგაზრდა თამაშები დაკომპლექტებული. წელს გვაქვს ძალიან სერიოზული ამოცანა, უნდა გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები. 8 გზის ჩემპიონებს უნდა მოვუღოთ. გუნდი არის ძალიან პერსპექტიული, თან მაღალი გოგონები არიან, ძალიან მომგონებულები არიან. პარალელურად სწავლობენ და გაბრაზებენ მაღაზიები ხანდახან, მაგრამ იმენი დადებითი თვისებები აქვს თვითონის ცალ-ცალკე და პატარა რაღაც გაუგებრობას ეგრევე გადავარებთ პრობლემოთ. საქართველოსიც უკვე დაიწყეს რამდენიმე წელია ეს ალბათ 2000 წლიდან უფრო ინტენსიურად ვარჯიში ახალგაზრდებმა რამდენიმე ჯგუფი არსებობს პატარების და რაღაც პერსპექტივა ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ აქვს დიდი ტრადიცია ამ სპორტის საფეხბურთო საქართველოში. არ არის პოპულარული ჯერ საქართველოში, მაგრამ როგორც ხედავთ, აგერ პატარები ინტერესდებიან, მეუბნება, ეს არ არის სრული შემადგენლობა, მათი კიდევ ბევრი ბავშვი დადის და რა ვიცი, იმედია მალე კარგად განვითარდება. რაც შეეხება თვითონ ჩემს გულის ტკივილს, რომელიც ფრენბურთთან დაკავშირებით გამოჩნია, ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდება მას თვითონ ფედერაციის მხრიდან. რადგან ხელშეწყობის გარეშე, რა თქმა უნდა, თუ რაიმე მოტივი არ აქვს სპორტსმენს, მაშინ არც ივარჯიშებს ის არ გააკეთებს, არ დაიხარჯება ბოლომდე და არ გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ცივა? კი. მაგრად? აი